საღამოშვიდობისა ძვირფასო რადიო მსმენელებო, სამშაბათი ეკახა მიქეაშვილი გავატარებთ თქვენთან ერთად, ჩვენთვის გაგვიყვებილ დროს, მადლობა ვინც გვისმენთ და გვიყურებთ კიდეც. რამდენიმე დღეში ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მძიმე დღეა, 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე. ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნისთვის და ცხადია ყოველ წელს ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით ეხმაურება ქვეყანა, ქალაქი. ეს არის ჩვენი დეიტკივილი და ერთგვარად იმედი იმისაც, რომ ძალიან მალე ამოიწურება ეს პრობლემა და ჩვენ შეგვიძლია უკვე გაერთიანებულ საქართველოში ვიცხოვრო და ვისაუბროთ. თუმცა ჯერჯერობით ეს პრობლემა დგას ოკუპაციის და დაკარგული ტერიტორიების, დროებით დაკარგული ტერიტორიების. სწორედ ამ თემატიკას ეხმაურება ის პროექტი, ის სპექტაკლი წარმოდგენა, რომელზეც დღეს გვინდა ვისაუბროთ, ეს არის IT ჯორჯიას და სოხუმის თეატრის ახალი პროექტი გზა 277 403 2077 403 თუ არა 277 403 თუ 403 277,000 403 უფრო სწორია კი ბატონო ამერია ციფრები იმდენია თუ ეს რას გულისხმობს ამაზე ცხადია ჩვენი სტუმრები ისაუბრებენ ამ პროექტზე ამ სპექტაკლზე ახლა გეტყვით რომ 25 სექტემბერს გაიმართება ეს ერთობლივი პროექტი ეს წარმოდგენა სოხუმის თეატრში მაგრამ ძალიან საინტერესო ფორმით და ამ საინტერესო ფორმაზე იდეაზე ერთობლივ პროექტზე არიან ჩვენი სტუმრები რომელთაც სიამოვნებით წარმოგვიდგენთ რეჟისორი კოტელი პარტელიაინ და მსახიობი და კომპოზიტორი მიხეილ ზაქაიძე საღამოშვიდობისა მეგობრებო მადლობა სტუმრობისათვის სულ რამდენიმე დღეში გაიმართება თქვენი წარმოდგენა მე რამდენად ვთქვი ძალიან საინტერესო ფორმით თუმცა სანამ ფორმაზე გადავალ და იმაზე თუ რა ელოდება დაახლოებით იმიტომ რომ დაანჩენი ცხადია ჯობს ნახონ სცენაზე და ჯობს ნახონ პირდაპირ მაგრამ გარკვეულწილად წარმოდგენა შეუქმნათ გითხარით იდეაზე ამ სპექტაკლის ამ პროექტის ფორმის იდეაზეც და დაახლოებით რაზეა და ეს ციფრებიც რომელიც მე ამერია იმიტომ რომ ვიცი რას ეხება არ მეგონა თუ ამდენზე იყო საუბარი და ამოდეც გითხარით მოგესალმებით მადლობას მოგიხდით სტუდიაში მოწვევისთვის და შესაძლებლობა რომ მოგვეცით ამ თემაზე ვისაუბროთ ამ ტკივილზე და უბრალოდ ჩვენს პროექტზე რაც მე მიშამ და ჩვენმა გუნდმა ერთად გავაკეთეთ მოკლედ 277,403 ეს არის იმ დევნილების რაოდენობა რომელიც სამწუხაროდ ამ ქვეყანას ყავს და ეს პროექტიც ეს სპექტაკლი ეძღვნება ამ დევნილებს რომლებიც აფხაზეთიდან დევნილებს არა მხოლოდ აფხაზეთიდან დევნილებს კი პროექტი და სპექტაკლი მოგვითხრობს აფხაზეთიდან დევნილებზე, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ არა მხოლოდ აფხაზეთიდან, არამედ კიდე სხვა რეგიონებიდანაც ყავს დევნილები და აქედან გამომდინარე ეს ყველა ტკივილი არის ჩვენი და ერთიანად თანაბრად განვიცდით ყველას. მოკლედ პროექტი რამოდენიმე წლის წინ დაიწყო, პროექტის მზადება, ესე ვთქვათ და საინტერესო იყო ნამდვილად სამუშაო პროცესიც ეს იდეები როგორც ესე ვთქვათ ის უცნაური თუ საინტერესო მიდგომა როგორც ჩვენ მიუდექით ამ საქმეს და ესე ვაჩვენებთ ახლა 25-ში ამ პროექტს და თუმცა პრემიერა შედგა ვარშავაში გასულ წელს იქ ჩამოყალიბდა საერთაშორისო პროექტია რეზიდენციის ფარგლებში შეიქმნა სადაც მე და მიშა ვიღებდით მონაწილეობას და იქ იყვნენ ასევე უცხოელი არტისტები რომ ზოგი არტისტი ახლა ჩვენ არ გვყავს, იმიტომ რომ სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ, იქ მოღვაწეობენ, მაგრამ ახლა აქ ქართველი და რამოდენიმე უცხოელი არტისტი არის ჩვენს გუნდში, 8 ადამიანი ვართ, რომელიც სცენაზე აჩვენებს თავის პერფორმანსს 25-ში. კი, აქვე უნდა ითქვას დავით საყვარელიძის, სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის და რუსთაველის თეატრის მთავარი რეჟისორის ჩართულობა, იმიტომ რომ დავითი გახლავთ იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის IT საქართველოს ცენტრის პრეზიდენტი და ეს ერთობლივი პროექტი ავახსენეთ, იმიტომ რომ სოხუმის თეატრის ხელმძღვანელიც არის დავით საყვარელიძე. და ზოგადად ახასიათებს ძალიან საინტერესო პროექტებში ჩართვა და მხარდაჭერები. აი მიშასაც ვკითხოთ როგორ იდგმებოდა ეს ჩვენ თქვით რომ ეს პოლონეთში შედგა პრემიერა გასულ წელს და საქართველოს პირველად წარმოადგენთ თუ იყო ნაჩვენები? არა, იყო ერთხელ, ისიც უბრალოდ ფესტივალის ფარგლებში იყო და როგორც ასეთი დამოუკიდებლად ხაბარება, რაღაცა ჩვენება ესე თქვა. ჩვენება სამუშაო პროცესის ფარგლებში ვეძახით ხოლმე შინაურულად ჩვენები. დაუსრულებელი, შეგეძლოთ თავისუფლად რომ დაუსრულებელიც კი გეჩვენებინა რა, მაგრამ ისე გამოვიდა რომ სუსუპრილად როცა ჩავაბარეთ, თითქმის უკვე მზად იყო რა და ეხლა უკვე ეს თვითმყოფადი წარმოდგენა ნამუშევარია და
ყოველი თამაში არის ხოლმე განსხვავებული ერთმანეთისგან პირველ რიგში, იმიტომ რომ ახალი ადამიანები შემოდიან ხოლმე, სულ ისე მოხდა რომ სულ იცვლება და ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ხოლმე ჩემთვის ეს მინდოდა რომ გამომერჩია, იმიტომ რომ ერთია რომ შეეჩვევი იქ არსებულ ადამიანების გულებს და მე უცებ შეიძლება გამოვაკეთდეს და ახალი შემოვიდეს და მისი ენერგეტიკა ძალიან საინტერესოა ხოლმე როგორ შემოდის ამ ყოველს ენერგეტიკაში და როგორ ხდება ხოლმე ერთიანი, ეს რაღაც ჯადოსნური პროცესია ხოლმე, როგორ შეიძლება რა კაცი გახდეს რაღაცა ერთიანი რა და ერთნაირად გრძნობდნენ, იმიტომ რომ არ არის ესე რო ვთქვათ რომ დადგენილი ძალიან ცოტა რაღაცა არის რა, დანარჩენი სულ არის აგებული რომ უბრალოდ ერთმანეთი უნდა ვიგრძნოთ რა და ეს არ მგონია გარედან ჩანდეს, იმიტომ რომ მართლა ჩვენ შინაგანად შიგნით ძალიან კარგად ვიგრძენით ყოველ ჯერზე და დარწმუნებული ვარ ეხაც ეგრე იქნება. დარწმუნებული ვარ. მე ვთქვი რომ გზა ქვია სპექტაკლს და მოდი გავამდოთ მსმენელს ერთი პატარა ასე თქვათ, არ ვიცი რა ქვია. ხრიკი ცუდინა თქვა მეიქნება. მოდი თემა თუ мотивация გზა, ეს იმ გზაზეა საუბარი, უმძიმე გზაზე, როცა სოხუმიდან დევნილებმა ის უმძიმესი გზა გაიარეს სვანეთით დეკოდორით რომ ჩამოსულიყვნენ სხვა ხალხი. აი ეს ამ გზაზეა საუბარი? კი ბატონო. ეს არის ესე ეგრეთ წოდებულ გოლგოთას გზის გამოვლაზია საუბარი, რომელიც აფხაზეთიდან დევნილებმა გამოიარეს და ჩვენს პერფორმანსში ჩვენ გზას გავდივართ იმ დევნილებთან ერთად, რომლებმაც ეს ტკივილი განიცადეს. არის პერფორმანსში საწყისი, პირველი ნაწილი პერფორმანსის, სადაც არტისტები ლაივ რეჟიმში გადაადგილდებიან. აქვე ვთქვათ რომ წარმოდგენა არ იწყება სცენაზე. სცენაზე არ იწყება, წარმოდგენა რამდენიმე კილომეტრის მაყურებელი პარტერში ელოდება არტისტებს, რომლებიც დაახლოებით 4-5 კილომეტრის მოშორებით იწყებენ პერფორმანსს. ეს კითხავ აქვე, მე რო არ გამოჩეს, ესე იგი სცენაზე ვხედავ მე ლაივში რომ დაიწყო პერფორმანსი სადღაც შორს არასოხუმის თეატრში და ხვდები რომ მოვლენ ჩემამდე, მაგრამ აი მე რიგითი გამლელი მივდივარ ამ ტერიტორიაზე, საიდანაც დაიწყეთ. მე ხვდები რომ რაღაც პერფორმანსია თუ შეიძლება რიგით მოქალაქეებთან მგონია რომ მივსეირნობ. არ ვიცი, ანუ რაღაცა ფორმით არის ზოგს შეიძლება აქცია ეგონოს ეს ყველა. რაღაცა ხდება. განსხვავებული არის კი, ესე ვერიფიკებ რომ გავინერებია. იყო შემთხვევა, როცა ეს მანამდე ეს გავიარეთ, პოლიციამ გაგვაჩერა. გაუკვირდათ რა ხდებოდა. რაღაცა უცბად მივაწოდე ინფორმაცია და დაგვანებეს თავი. ესე ვთქვათ, მაგრამ კი, ანუ ვარშავაშიც გაოცებული კი, აუცილებლად. ხედავთ ფილმს რომელიც არის ჯაბა ჯანაშიას ინტერვიუზე დაფუძნებით. ჯაბა ჯანაში არის ადამიანი, რომელმაც 9 წლის ასაკში გამოიარა ეს უმძიმესი გზა და ყვება რეალურ ფაქტებს თავის საკუთარ დაბადების დღეზე 27 სექტემბერს, როგორ გახდა დევნილი მის ოჯახთან ერთად, დაასთან, მშობლებთან ერთად, როგორ დატოვა თავისი სახლი, როგორ დაიძრა, როგორ გაიარა ეს უმძიმესი გზა და იმ ემოციებზე, რაც მასში დაილექა. არ ვიცი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ გამიმართლა რომ ჯაბა მოხვდა ამ პროექტში ნამდვილად და საბედნიეროდ ალბათ ეს, იმიტომ რომ ძალიან კარგად გადმოსცა. მე კიდევ ვცდილობდი პროექტის ფარგლებში სხვა დევნილებს დავკავშირებოდი. მათგან ამეღო ეს ინფორმაცია მათი განვლილ გზაზე, მაგრამ ეს იმდენად რთული, მძიმე ამბავია, რომელიც მათში არის ესე დალექილი ღრმად, რომ უჭირთ ადამიანებს ამ თემაზე საუბარი. ამ შეხებისას გამიჩნდა მეტი мотиваცია საზოგადოებაში ინფორმირების ამ ამბავზე და ამ ხალხისთვის, რომ უფრო მეტად ღია გახდნენ. არ ვიცი, ალბათ ფიქრობ, რომ ეს ღიაობა, როცა ამაზე ისაუბრებს ეს ხალხი, ჩვენგან მხარდაჭერას იგრძნობენ, მეტად შეუმსუბუქდებათ ეს ტკივილი, რა თქმა უნდა, ეს ტკივილი მათთან ერთად იცხოვრებს ყოველთვის. ცხადია ამას ვერაფერი. მაგრამ ფიქრობ, რომ ეს მიდგომა, რომ ჩვენ მათსას განვიცდით და ვახსოვს მათი ეს ტკივილი, ეს ალბათ დაეხმარება მათ ცხოვრებას, მათ გასავლელ გზას. კი ბატონო, ფორმა მე მინდა ცოტა რაღაც მოუყვეთ, უკვე საინტერესოა, თქვით რომ რამდენიმე კილომეტრით შორს იწყება წარმოდგენა. ეს იქნება ვერბალური ნაწილი, იქნება ტექსტი, დრამატურგია, თუ აქ არის ქორეოგრაფიაზე ან ახსენებთან კომპოზიტორი, მუსიკაზეც მინდა კითხო, ეს პირველი შეხება შენი თუ სხვა დროსაც დაგიწერია და რადგან მუსიკა ვახსენეთ ამ სახიობი ხარ, აი რა ფორმით ვხედავ, მე უყურებ კადრებს და თქვენ პარალელურად თამაშობთ, აი დაახლოებით რა ფორმაა სპექტაკლი, იმიტომ რომ აი კარგად თქვია ეს არის სპექტაკლი, პროექტია, პერფორმანსია, რაღაც წარმოდგენა, სანახაობა, არ არის
უბრალოდ ეს სპექტაკლი როგორც ჩერჩეული ვარ დრამატულ თეატრში ჩვენ. კი, მეთქვა ხო? ხო, უფრო პერფორმანსის სახე აქვს. ჩემთვის პირველი არ იყო, თან მით უმეტეს მე და კოტე ვაკეთებდით ერთად პატარ-პატარა პროექტებს, უბრალოდ ეს შედარებით უფრო მასშტაბური იყო და არ მქონდა იმის შიში, რომ რაღაცა კოტე მე ვერ გადმომცემდა, ან ვერ მეტყოდა, რომ აი რა გვჭირდებოდა, რა უნდა გაჟღერებულიყო, როგორი მუსიკა უნდა ყოფილიყო და ასე რომ მე ძალიან თავად ვიყავი მაგ კუთხით და ნდობა მქონდა უკვე გამოცხადებული იმის მიმართ და მაგის ის არ მქონია რა. უბრალოდ მე არ ვიცოდი გარდა იმისა, რასაც კოტე შემოთავაზებდა, სხვა კიდე რა საიდან უნდა ამეღო ამის ინსპირაცია ერთგვარი, იმიტომ რომ მე ახლოსაც ვერ მივალ იმ განცდასთან, რაც მათ აქვთ განცდილი. მე ეს შემიძლია უბრალოდ ნახო, მაგრამ დოკუმენტური ფილმი როცა ვნახე და მე კიდე ჯაბას მოусმინე, დაახლოებით მაინც გაჩნდა რაღაცა ბგერები ჩემში, რაც მე ესე გადმოვეცი და ყველამ ერთად რომ მოვისმინეთ, მე თქვით რომ ხო, რომ რაღაცა ახლოს არის ალბათ იმ ყველაფერთან და დანჩენი უკვე ადამიანების ყურს უნდა მივანდოთ, მათ ყურთან და მათ სულთან რამდენად ახლოს მივა და რამდენად გააერთიანებს ამ ამბავს. რას ფიქრობს რეჟისორი, როგორი მოლოდინი გაქვთ? იცით რა, აპრიორი ალბათ როცა ამ თემაზე კეთდება, უკვე ძალიან ემოციურია, ძალიან გზნობია, ძალიან მკივნეულია ყველასთვის. არის თორემ დევნილი და მით უმეტეს დევნილისთვის ნებისმიერ შემთხვევაში ეს თემა და თქვენ რაც აღნიშნეთ და რაღაც ერთგვარად გამოხმაურება უკვე მათთვის ემოციურიც არის და გარკვეულად დასაფასებელი. თუმცა თუ რაღაცა ესეთი მხატვრული კუთხით შევხედავთ, ყოველთვის აინტერესებს ხო შემოქმედებითი ჯგუფს რომ მივა სათქმელი, გაიგებენ რა რეაქცია იქნება. რას ფიქრობ? და რადგან მაინც ნაჩვენები იყო ასე თუ ისე, ხალხს აქვს დანახი, როგორი იქნება შეფასება? იქნება მძიმე და ემოციური ეს სანახაობა? ვფიქრობ რომ იქნება. და ვფიქრობ რომ აუცილებლად მძიმე და ემოციური იქნება ჩვენ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც მაგალითად ვარშავაში გქონდა. შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ უცხო მაყურებელთა რომლებისთვისაც ეს ისტორია არ არის. ხო, მათი არ არის. მათთვისაც იმდენად ემოციური იყო, რომ მე მახსენდება პერფორმანსის შემდეგ ამ ხალხთან შეხვედრის კადრები, სადაც ყველა, ტიროდა ესე ვთქვათ რა და ჩემთვისაც ზართული იყო მათ ამ ემოციასთან შეხება, როცა თან მილოცავდნენ პრემიერას, თან ესე განიცდიდნენ ბევრ ადამიანს გაახსენდა. ესე ვფიქრობ რომ მაინც არ არის მხოლოდ ქართული ისტორია ეს რა, ეს დღემდე აქტუალური თემა არის, დღემდე ომი მიმდინარეობს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ბევრი ოკუპირებული ხალხი, ბევრი დევნილი არის და ასე შემდეგ, ამ ქვეყანაშიც ბევრია შემოსული და ასე კიდე ჩვენს მეზობელ ქვეყანაში და ყველა განიცდის საკუთარი ნათესავის, მეგობრის, საკუთარი ოჯახის, სახლის დაკარგვას და ვფიქრობ რომ ძალიან აქტუალური თემაა დღემდე და ასე ვთქვათ მათ ძალიან მიიღეს, ძალიან განიცადეს ეს ამბავი, ჯაბას ისტორია, ქართული ისტორია და ვფიქრობ რომ ქართველებისთვის მით უმეტეს სოხუმის თეატრშიც სიმბოლურად არის ეს პერფორმანსი და ვფიქრობ რომ ესე ცივად არ ჩაივლის და ემოციები იქნება ჩემი აზრით პერფორმანსის შემდეგ. რადგან პროექტი დავარქვით და მიძღვნილია სოხუმის დაცემის დღეს სიმბოლურად ხო ვთქვით და ამიტომაც არის სოხუმის თეატრის შერჩეული ეს ყველაფერი გასაგებია. ხომ არ მოიაზრება, ხომ არ ფიქრობთ ყოველ ყოფილა საუბარი რომ ეს არა ერთი ჩვენება, არამედ კიდევ იყოს ნაჩვენები კიდევ სოხუმის თეატრში ან სხვაგან. თუ ეს ერთჯერად პროექტზეა ჯერ საუბარი. ჯერჯერობით სოხუმის თეატრთან 25-ში ვაჩვენებთ ამ პერფორმანსს. მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს. ფიქრობ რომ საინტერესო იქნება სხვადასხვა თეატრში, სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა ქალაქში ვაჩვენოთ. არ ვიცი, ალბათ ქვეყნის გარეთაც მოგვიწევს გასვლა და სხვა ქვეყნებშიც ვაჩვენებთ. სხვა უცხოელ მაყურებელს ამ ჩვენს ისტორიაზე მოვუყვებით, მაგრამ მე ძალიან მინდა რომ ეს ჩვენი მსვლელობა, ეს ჩვენი გზა კიდე სხვა ქალაქებშიც გავიაროთ და ვაჩვენოთ სხვა რეგიონის მაყურებელსაც. კი ბატონო, მსახიობს მინდა გკითხო. მსახიობს, ბევრი რამით არის განსხვავებული ეს სპექტაკლი, ხო, ჩვენ დაახლოებით თქვით. ქუჩაში იწყება, შემოვდივართ, პავლე ფილმია,
განსხვავებული სათამაშოც არის, ემოციურ ნაწილს ხოლმე არ გულისხმობ, ემოციურად გასაგებია და თქვი რომ აი 8 ვარ და 1 ვარ და ეს სულისკვეთება და ახლა ეს ყველაფერი გასაგებია. აი სუფთა სამსახიობო ტექნიკის კუთხითაც განსხვავებული სათამაშო ალბათ როგორ ხდება, ხო? კი, რა თქმა უნდა, ძალიან განსხვავებულია, იმიტომ რომ მახსოვს სულ პირველად რომ გავამზადეთ ყველაფერი და დაიწყო ლაივი და დავიწყეთ სიარული. ძალიან ბევრი ფიქრი მიტრიალებდა თავში რა. კი, მანამდე ვისაუბრეთ რა მდგომარეობა, რა განწყობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ აი ძალიან უცნაური იყო, ხალხი დადიოდა ქუჩაში, მანქანები დადიან, ყველა გვიყურებდა და ცოტა დავიბენი, რომ ვერ მივხვდი იმ მომენტში სპექტაკლს თამაშობდი რა. ცოტა დავიბენი და ამ ხრივ იყო ძალიან უცნაური პირველ ჯერზე. შემდეგ უკვე თითქოს რაღაცა თავისი ადგილი მიეჩინა თითქოს იმ ყველაფერს. ასევე საკმაოდ განსხვავებულია სცენაზეც, იმიტომ რომ გარედან რომ ანუ რაღაცა ერთი თეატრიდან რომ მიდიხარ იქ სადაც შემდეგ უნდა გააგრძელო, იქთან ხალხი გელოდება. სცენაზე რომ შედიხარ ძალიან ძლიერი ენერგეტიკა დგას, იმიტომ რომ იმ ხალხს უკვე ეს ემოცია მოუვიდა რაღაც ემოცია და გრძნობ ამ ყველა ადამიანის ენერგეტიკას და არის უცებ სცენაზე შესვლა არის აი ძალიან ისეთი მომენტი რა ვერ აღწერ მაგას როგორია. სხვა შემთხვევაში შენ უბრალოდ მაყურებელი გელოდება და შედიხარ, მაყურებელი ჯერ ცივია, ასე ვთქვათ რა, არ აქვს გამომჟღავნებული და გამოშვებული ეს ემოცია, მაგრამ იქ უკვე დახარჯულია. ისთვის უკვე შენ შუა სპექტაკლში ხარ და გააგრძელებ. ხურს იქაურობა რა, სცენაზე რომ შედიხარ უკვე ხურს და აი ძალიან უცნაური იყო პირველად და ცოტა ექსტრემალურიც არის და კი საკმაოდ განსხვავდება ვიდრე ძალიან საინტერესო იქნება ალბათ ჩემი აზრით. თუ გიფიქრიათ რაღაც ფესტივალზე რომ მიიღოს მონაწილეობა, რატო დავსვი ეს კითხვა? იმიტომ რადგან ჩვენ თქვით რომ ეს განსხვავებული ფორმით არის დადგმული. შეიძლება ყველა ფესტივალზე არის თვალისწინებით ფორმატი, ჟანრი, აი მსგავსი პერფორმანსების ფესტივალი თუ არსებობს, იმიტომ რომ ერთია დაუშვათ ჩვენთან ნანახი და გასტროლზე წაღებული ჩვენი ქვეყანაში, რაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მაინც ყველაზე ახლოს ჩვენს კიბულთან არის, მაგრამ აქ ვფიქრობ რომ ბევრი ქვეყანა ნახავს, იმიტომ რომ სწორად აღნიშნეთ თქვენ რომ დღეს სოფლიოში სამწუხაროდ ომი, დევნილები, იძულებით გადაადგილება ძალიან რეალური გახდა բոլ ქვეყანაში. სამწუხაროდ, იმიტომ რომ ეს თითქმის იშვიათია ნახო ქვეყანას აჩვიდობა. და ამიტომ ხო არ გიფიქრიათ ამაზე, ან თუ არის გავსწრები შეიძლება არ გიფიქრიათ, რაღაცა უფრო ბევრმა ნახოს, იმიტომ ფესტივალს ეს ერთი პლუსი აქვს, რომ რამდენიმე ქვეყანა მინიმუმ მონაწილეობს. ისიც რა გეტყვით რომ მიმდინარეობს ამაზე მუშაობა? ეხლა ახალი პროექტი არის, ინფორმაცია გაგზავნილია, ესე ვთქვათ, სხვა ფესტივალებზე, გსურს ნამდვილად რომ მივიღოთ სხვა ფესტივალებზეც მონაწილეობა, ვისაუბრეთ იმაზეც, რომ საქართველოშიც მზავართ იმისთვის, რომ ვაჩვენოთ სხვა თეატრებში, სხვა რეგიონებშიც და ფესტივალებზეც ძალიან დიდი სიამოვნებით სწავლთ სხვა ფესტივალებზეც და რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს ჩვენს გაკეთებულ პროექტს, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება რა და რა ვიცი, ამაზე მიდის მუშაობა დათოსთან ერთად, სხვათა შორის დათოსთან ერთად კონტაქტები აქვს ძალიან სოფლიოში ფესტივალებთან. ამაზე ხა ვერ გეტყვით რომ იყოს და მე გავაშკოთ. ტექნიკურად ზეგ თუ მაზეგ ვითამაშებთ სადმე, მაგრამ ამაზე მიდის მუშაობა მოკლედ. ტექნიკურად არის საშუალება რომ ადვილად წასაგები ეგეც ის არის. ქუჩა ხო ეგეც ძალიან ის არის საინტერესო არის პერფორმანსისთვის, იმიტომ რომ ვიცით რომ საზღვარგარეთ გადაადგილება სპექტაკლებს უჭირთ დეკორაციიდან გამომდინარე, კოსტუმებიდან რეკვიზიტი ასე შემდეგ. ეს ამხრივ საკმაოდ მარტივი პერფორმანსი არის. ორი ეკრანი და პროექტორი გჭირდება თეატრში. დანარჩენი დეკორაცია კიდე ერთი ტენტი გვაქვს, რომელსაც ერთი შემოდენში ჩავკეცავთ და ნებისმიერ ქვეყანაში გავფრინდებით. აღნიშნეთ თქვენ რომ შეიცვალნენ მსახიობები, სიახლეები გააქვთ? კი, ვარშავაში ნახევარი გუნდი უცხოელი არტისტები იყვნენ და რო ჩამოვედით აქ მომიწია რომ ქართველი არტისტები დამატებოდნენ ამ პერფორმანსს. იყო რამე კონკრეტული კრიტერიუმი, რა კრიტერიუმითაც შეირჩენ მსახიობები, იმიტომ რომ ჩვენ თქვით რომ განსხვავებული თამაშის სტილი სჭირდება. კი. ხრობის ენა არის ფიზიკური ცეკვით გამოვხატავთ, ჩვენი ფიზიკით გამოვხატავთ ჩვენს სათქმელს და აქედან გამომდინარე არტისტს უნდა შეეძლოს სცენაზე მოძრაობა, მაგრამ არ არიან ჩვენს პერფორმანსში მთლიანად პროფესიონალი მოცეკვავეები
და დრამატული თეატრის არტისტები არიან ასევე რომლებიც კარგად მოძრაობენ და რაღაცა ცეკვის ცოდნა არ არის რომელიმე მიმართულება არ უნდა იცოდეს არტისტმა და ვფიქრობ რომ პროექტის ფარგლებში რომელიც გაგრძელდება კიდე შეიცვლებიან არტისტები დაგვემატებიან ან ასე შემდეგ ხო ჩამოთვალოთ შემოქმედებითი ჯგუფი. მე ჩამოთვლით მაქვს დავთარი თუ რამე შემეძლება თქვენ შემახსენეთ როგორც უკვე აღნიშნეთ რეჟისორი კოტელი პარტელიანი ჩვენი სტუმარია სცენოგრაფია და ქორეოგრაფია, რადგან ეხლა ვისაუბრეთ, თურმე იმიტომ საუბრობდი ესე მშვიდად რომ თავად ყოფილ ხარჩაცული კოტელი პარტელიანი, მიხეილ ზაკაიძე თქვენი ყოფილა ესეც და კრიტერიუმი ჩვენიერია, მუსიკა ვთქვით რომ მიხეილ ზაკაიძე მოკლედ მიშა ძალიან ბევრი კუთხით არის ჩართული სპექტაკლში, ფილმი კოკა კი ხო, ესაიშვილი და კოტელი პარტელიანი და მონაწილეობენ ჯონათან არასელი, ანა თალაკვაძე, მიხეილ ზაკაიძე, მეგი ზარქოა, ოლიკო ბარბაკაძე, ირაკლი კვერღელიძე ჩიკა ოგი ხოსი ლიტა სწორია? კი ბატონო. ესენი გვარები თვეები. ჩიკა იაპონელი და შვეიცარიელი ახლოვებით. ესენი აქ არსებობენ, ცხოვრობენ თუ მოიწვიეს სპეციალურად? აქ ცხოვრობენ, აქ მუშაობენ. ჩიკა ასევე მე მიშა და ანი დღემდე მოძრაობის თეატრის არტისტები არიან, მე და ჩიკაც მოძრაობის თეატრის მსახიობები ვიყავით. მე 6 წელი სად გამოგადგა მოძრაობის თეატრი 6 წელი მოძრაობის თეატრში ვიყავი შემდეგ რაღაცა მსახიობად კი და საკმაოდ დიდი გამოცდილება კახასთან მუშაობის მივიღე და ახას დიდი სკოლა აქვს ხა რაღაცა ჩემი გზაც რაღაც რეჟისურაში გადავიდა და ესე ხო და ეს უცხოელები საქართველოში არ მოჩინე აქ არიან საქართველოში ქართველები არიან ჩიკა გურულების რძალია და ყველა მოძრაობის თეატრში მოვიდა თავისი გზით რაღაცნაირად არ ვიცი. ჩიკაც მოვიდა და ჯონათანიც იქ შემოაღო კარი და მე უკვე ეხა ძალიან ახლო მეგობრები ვართ. ეხა ძალიან მოძრაობის თეატრმა ოდესღაც გაგვაერთიანა. გასაგებია გავიშალეთ, მაგრამ ეხლა ისე შეგაერთიანეთ. მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, საუბრისთვის. მე შევახსენებ მსმენელს, რომ 25 სექტემბერს 19 საათზე სოხუმის თეატრში ძალიან საინტერესო პროექტი გაიმართება გზა და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ეხება სოხუმის დაცემას დღეს, რომელიც 27 სექტემბერს არის ჩვენთვის ძალიან მძიმე დღე და რა ვიცი, ყველას გირჩევთ ნახოთ ალბათ ძალიან საინტერესო საჭიროა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ესეთი პროექტები საჭიროა. საჭიროა რომ გვახსოვდეს, არ დაგვავიწყდეს, ის ხალხი გვახსოვდეს, მათი ტკივილი გვახსოვდეს და ალბათ რაც მეტი ადამიანი ნახავს ამ სპექტაკლს და ამ პროექტს, მით უფრო მნიშვნელოვანი იქნება. მე კი წარმოგიდგენთ სტუმრებს რეჟისორი კოტელი პარტელიანი და მსახიობი და მუსიკის და ავტორი ამ სპექტაკლის და კომპოზიტორი მიხეილ ზაკაიძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. დროებით გემშვიდობები დაგიბრუნდებით მეორე ნაწილში, დაგველოდით.